ტენობა შოც როგორ კერპთაყვანის მცველობა ყოველთვის შემდეგ ცუდად უბრუნდებათ ხალხს და აი კერპთაყვანის მცველობა მოითხოვს საკუთარი ძმა და მეგობარი მისი დიდი ხნის თანამედროვე ზვარაკად შეეწირა ივანიშვილის ახირებებისთვის, შიშებისთვის, ფობიებისთვის, არ ვიცი ახლა ზუსტად ძალიან უმადური საქმე არის მის ტვინში დრომეალი და იმის ყובה ზუსტად რა არის, მაგრამ რუსების გამოთქმა არის კარგი ცხოვრებისგან არ არის ეს ყველაფერი ივანიშვილს კარგი ცხოვრებისგან არ აქვს ის რომ არ ხდება კარგი ცხოვრებისგან ის მის თავს რომ ბოლო 2 წელიწადში ერთი უსაფრთხოების უფროსი დაიჭირა, მეორე რაღაცა გაურკვეველ თანამდებობაზე გამწესა და ეხლა მესამე ქვის კარიერის გენერალად აქცია და შემდეგ ისიც გაურკვეველ თანამდებობაზე გამწესა, თითქოს რამე ეკითხებოდეს, აი რაღაცა ელემენტარული პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმაც იცის, რომ ან სახელმწიფო საქმის შემსწავლელმა, რომ არაფერი არ ესაქმება მთავრობამ როგორ შეიძლება კურაცია გაუწიოს მთავრობის კონკრეტულ ორგანოებს, როგორ შეიძლება რომ ეს იყოს მისი საქმე. უშიშროების საბჭოს კონკრეტული ფუნქცია აქვს, მაგრამ კურატორი იყოს კურატორი, სახელმწიფო მინისტრი, უპორტფელო, რომელიც არ ვიცი, ფოსტალიონი იქნება ალბათ შესესესა და სულ შორის, აი ამაზე დიდი აბსურდი არ არსებობს. ხო, ყველა მიცის, რომ თუ ვინმე უნდა გაუწიოს კურაცია ან რაღაც ზედამხედველობა ძალოვან სტრუქტურებს, ეს არის პარლამენტი. პარლამენტის საქმე არის კონსტიტუცია ამ ქვეყნის ესე მოწყობილი კონსტიტუციონალისტია ის კაცი, ვინც წაშლილი სახით და შემოტრიალებული ხალხსტოხით გუშინ იდგა და საკუთარ ძმაკაცს წირავდა არტოშანს. ხო, წირავდა რატო კაცო? ნუ ეს დაქვეითება მინისტრის თანამდებობა შეუქმნიან, ასე ვთქვა. კარგი, მე რა ვთქვი, ხო, მოგონილი თანამდებობა, ფუნქციო თანამდებობა, პოსტალიონის თანამდებობა შეუქმნეს, უბრალოდ მინისტრის პორტფელი დაადეს ზემოდან, რომ სახე შეენარჩუნებინათ და რაღაცა ორთვიანი სამხედრო კარიერა მოიწყო თუ რა ქვია ის არის, ძალოვანი და გენერალ-მაიორად გაუშვეს. რა ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ იმის გამო რომ ვიღაცას არ ეწყინოს ან რაღაცას ისა ოპოზიციაში არ გაიქცეს სპეციალურად მთელი პარლამენტი ირაზმება, რომ შექმნას მისთვის თანამდებობა სპეციალურად. ჯოჯოხეთი გუნდკენი არ დარჩეს. ხო, რომ არ ეწყინოს და გუნდკენი. ახალი სამინისტრო უნდა შევქმნათ ამის გამო. ხო, ეგ დიდხნიანი ამბავი არ მგონია ახალი სამინისტროს ამბავი და ეს ყველაფერი, მე ისო დატრიალდება, სადაც ამას გააქვე. ფაქტია, რომ იმართება პროცესი, შესაძლოა თქვი, ძალიან ძიმე ამბავია ეგ რა ვითარებაში ცხოვრობთ. ეს პროცესი არ იმართება რაღაცა ინსტიტუციური მიდგომით, ეს პროცესი არ იმართება სახელმწიფოებრივი პროცესი არ იმართება სახელმწიფოებრივად, ეს იმართება ერთი მერიკაცის ახირებებით, რომელსაც ხან რაღაცის ეშინია, ხან რაღაც ფობია აქვს, ხან ვიღაცას რაღაცა ანგარიში უნდა გაუწიოს, ხან მოსკოვის შეეშინდება, ხან ტრამპის შეეშინდება, ხან deep state-ის და აი ამაზე ვარ დამოკიდებული, ხან ცის დაკეტვა მოუნდება თავის თავზე და მიწის ქვეშეთის ამოქოლვა. ხან კიდე აი ეს მოუნდება, რომ რაღაცა ვიღაცის მიტანილი ენისთვის, რომ არ ვიცი, აი აბსოლუტურად არარაციონალურად შეცვალოს უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამას არ უნდა აგრეთვე ჩემი ახსნა, რომ 6 წლით ის ხალხი იმიტომ ინიშნება იმ თანამდებობაზე, რომ ამ თანამდებობას სჭირდება სტაბილურობა, იმის რომ რაღაცას მიაღწიო და შენ ფუნქციას სრულფასოვნად შეასრულო, როგორც უფროსმა ამას სჭირდება ერთგვარი სტაბილურობა 6 თვეში. მამუკა მდინარაძე ხო თანხმდებით ამაზე, რომ ვერც კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებდა ბერს და ვერც ცუდს ვერაფერს ვერ გააკეთებდა ბერს. არ არის ახლა ის რამეს ვერ დააშავა. ხო, რა მდინარაძე რავადითაც იქ იყო სახელმწიფოებრივად რომ მეუდგე, იმ თვალსაზრისით ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერავინ ვერ დაინახავდა მის ნამუშევარში და დღეს გამოვიდნენ აი სამარცხვინო ხალხია, სამარცხვინო მართლა აი საკუთარი თავის ნულოვანი პატივისცემით ხალხი არის, მაგალითად აი ეს შარმანაშვილი რო ყავთ ეს რაღაცა გაურკვეველი რაღაც ხო გეგონება ჰელოვინზე გამოქცეული და დარჩენილი რაღაცა ერთ-ერთი ის რო არის რაღაც საშიში აქცება, იმან თქვა რომ აიო, რაგერო კორუფციას ებრძოლაო. დაიჭირა ნახევარი ქართველებს, რომ თავისი წინამორბედი დაიჭირა ესა და ეს იყო თურმე მის დამსახურება ხელში ჩამოყალიბდა და გაუშვეს. კიდევ ერთხელ ეს არის ყველაზე ნათლად ასახავს იმას, ვერ გეტყვი რატო გადაწყვეტა ამ სპეკულაციაში ნამდვილად ვერ შევალ, მაგრამ ეს ნამდვილად ასახავს იმას, რომ არასტაბილური ვითარებაში არის, ხო? ძალიან არასტაბილური ვითარებაში არის ივანიშვილი, იმიტომ რომ ძალოვნებზე დგას აი ასეთი პროვინციული დიქტატურები, რომელსაც ის მართავს ეხლა, ხო? ძალოვან სისტემაზე დგას და ძალოვან სისტემაში რომ ფეხი ესე ვერ მოიკიდა, ხო? აი ესეთი турბულენტობა აქვს, რასაც ჩვენ უგანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე ვადევნებთ თვალყურს, ეს ყველაზე ნათლად აჩვენებს იმას, რომ რა პროპაგანდაც არ უნდა გამოიყენონ, რეალურად ძალიან მყიფე ვითარებაში არიან. ძალიან მყიფე ვითარებაში არიან. მათი პროპაგანდა ხო შეარწყვინეს კიდე რამოდენიმე დღით ადრე. რა ვიცი, ვიღაცა კაცი რომ მოიგონეს, რა თქმა უნდა, ბლაჟენიჩი თუ ბლაჟევიჩი თუ ვიღაცა რომ იმან დაავალაო, რომ ეს კარუსელი გამოიჩინა თუ ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს რაზე არის საუბარი, რომ სადღაც რამდენიმე დღის წინ ტელევიზორმა გააკეთა სიუჟეტი, რომ აი ჩვენი ინფორმაციით მოსალოდნელია ძალოვან ბლოკში ცვლილებები რაღაცა ხო გადაადგილებებია და გამოვარდა მეორე დღეს სამთავრობო მედია იმედი რუსთავი 2 და
გააკეთეს სიუჟეტი მიუძღლეს TV პირველს ოპოზიციურ მედიას, რომ ესო ფეიკიო, ეს სულ ინფორმაცია მათ დავალო ვიღაცა ჩეხი ინსტრუქტორია ჩამოსული, რომელიც აქო რევოლუციებისთვის ამზადებს ოპოზიციას და აი იმან დავალა ამ ფეიკის გავრცელებული ინფორმაციის გავრცელება და ორ დღეში მართლა შემოხდა. ზუსტად ის მოხდა რასაც TV პირველი ამბობდა და ეხლა ფეიკი ვინ აღმოჩნდა მოხდა. ხო, აი ბლაჟევიჩი ვინ არის ამაგები? არ ვიცი, ცხოვრებაში მართლა პირველად გავიგე, მე დაუგუგლე და აქამდე იყო აკერმანი, რომ აკერმანი აკერმანი გარდაიცვალა და ვეღარ აბრალებენ, ხო? ეხლა ახალი იპოვეს ბლაჟევიჩი, ანუ ვიღაცა ტიპი იყო რაღაც კონფერენციაზე ჩამოსული აქ. ხო, ვიღაცებს შეხვდა რაღაცა ელაპარაკა, არ ვიცი რაღაცაზე და ეს ბლაჟევიჩიც ეს არის ხო რაღაცა ბოლშევიკების დროინდელი მეთოდი, რომ აი უცხო ძალები, რევოლუცია, კონტრრევოლუცია, ეხლა გახსოვს ეს საბჭოთა კავშირის ისტორიის დასაწყისში კონტრრევოლუციური მოძრაობები, ასე რაღაცა ტროცკისტები, მისტები, ამისტები, ამაში ვარ. ეს ბლაჟევიჩისტები თან რაღაცა ეს ცენტრალური ევროპიდან, ანუ თავიდან ბოლომდე შეთითხნილი რაღაცა პროდუქტი სუსის, რომ ეს ხალხი შეაშინონ. აკერმანი კარგად ჟღერდა, ბევრად ვიდრე ბლაჟევიჩი უნდა ვაღიარო. მაგრამ ის აკერმანი გამოეცალა და არა ხო ხელიდან გამოეცალა. გარდაიცვალა ეს ადამიანი და ეს ახალი არის საჭირო. რამდენად ფიქრობ, რომ კობახიძის ჯერიც დადგება მალე? აუცილებლად გარდაუვალი არის ამ სისტემაში, კობახიძის ჯერი რო დადგეს, ეს გარდაუვალი არის, იმიტომ რომ ესეთ სისტემაში ჭამს საკუთარ შვილებს. ეხლა მთავარი არის, რომ ეს ქვეყანა როგორ უნდა გაუყვანოთ სამშვიდობოზე, თუ რა თქმა უნდა კობახიძე შეეწირება ამ პროცესს, რა თქმა უნდა, არ არის, ხო, ეს შემთხვევითი არ არის, რომ ახალგაზრდა ივანიშვილი, ნორჩი ივანიშვილიც გამოვიდა და დაგმო კობახიძე ფაქტიურად, ხო, ეხლა ის განცხადება კობახიძის დაგმობა იყო. ახლო ხედავთ, რომ კობახიძის უახლოეს გარემოცვათვით მოიაზრება ის კაცი დააქვეითა და ჩამოალაბორანტეს ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ რაღაცა მილიციურ სისტემაში მათგაგებაში, ხო, სუსის უფროსები თანამდებობა არის. ან გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ხო, აი ხო, თელი ივანიშვილი ძალიან ცინიკური კაცია. რაღაცა 5 თვეში გაიარა სპეციფიური იუმორის. ხო, ჩინების ძალიან სპეციფიური იუმორის, რომელთაც აი ესეთ რაღაცა რა, ჩემზე საკმაოდ ბოროტი იუმორის კაცია, რომ დაცინა რამოდენიმე თვეში გაატარა ის გზა, რომელსაც საქართველოს მაგალითად შეიარაღებულ ძალებში 10 წლეულები ატარებენ იმისთვის, რომ ეს კარიერა გაიარო, რაც ეხა აი ამ რაღაცა ერთმა ნორჩმა ოპერმუშაკმა, რომელიც ნორჩმა ოპერმუშაკმა დინარაძემ უცებ მოახერხა და რამოდენიმე თვეში გაიარა. აი ეს ცინიზმი დაცინა გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და უთხრა რომ შენ იქნები ამერიდან ქვიშის კარიერის გენერალი, ჩამოქვეითებული უპორთველო მინისტრი და ეს ახლა გარდაუვალი ის რა არის პრობლემა ჩემი აზრით, ხო, აი ამ მის თავში რა პრობლემა არის, როცა ეს არაფორმალური მმართველია, ხო, ძალიან ძნელია მისი ეს რაღაც ის იყო, მისი ფასადი იყო. კობახიძე ძალიან ძიმე მდგომარეობაში, როგორც ყველა მის წინამორბედი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ხა საერთოდ არ მეცოდება არც ერთ წუთი თავად იგდებს თავს აი ამ რაღაცა საჯარო მონის მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ძიმე სათამაშო ამბავია, ხო, ის კაცი იქ რა ნებისმიერი გადაბრუნებული სიტყვა, ნებისმიერი შენ მის მიმართ ნათქვა მეკეთილი სიტყვა, იმას შეიძლება ეჭვების მთელი კორიანტელი გაუჩინოს და კობახიძეს რო გაწირავს ეს ცალსახა არის. ყველა შემდეგს გაწირავს, რამდენი საშუალებაც ეკნება, გაწირავს ხუშინ ის იყო რა ქვია, ჰედლაინი ვნახე Facebook-ზე, რომ მისი პროპაგანდისტები ლაპარაკობდნენ ერთ-ერთ გადაცემაში, რომ აი როგორი შებერტყილი იმერელიაო ჩვენო დავსკვენ, ამდენი არარაობა გარშემო რატო ყავს, თვითონ ეს ხალხი ლაპარაკობს, ამდენი არარაობას რო ფიქრობ რატო ყავსო და იმიტომ რომ იყენებსო ბოლომდეო. ბოლომდე გამოყენება იცის და ის ნავში როზიანის ხალხი ლაპარაკობდნენ გუშინ ამას და გამოყენება იცისო ბოლომდეო ადამიანს. ანუ აი ეს რა აი აქ როგორ მოვედი ხა ის რომ მაინტერესებდა სალავიოვამდე როგორ მივიდა რუსეთი და აგერ აი ესე მივიდა სალავიოვამდე როგორც ის კაცი მიდის ეხა თავისი ისა რა ქვია უწყლონავით აი ამ რაღაცა აბსოლუტურ არარაობად ჩამოყალიბებამდე რომ რა ვიცი ის გამართლო რომ ადამიანებს იყენებსო მე აგდებსო ბოლომდე წურავს და აგდებსო და ეგ კაი ამბავი არისო ანუ რა რომელი ქართველი კაცის მორალში რომელ სულხას-აბას იგავარანში რომელი ილიას მოთხრობაში რომელი ვეფხისტყაოსნის ტროპში წაიკითხა ეს საიდან ბიბლიაში საწაიკითხა ეს რომ გათახსენ კაცი ადამიანს გამოყენება გასვლა გაფუჭება და გადაგდება თურმე არის კარგი საქმე როცა ძალაუფლებისთვის ბრძოლა არის უმაღლესი იდეად გამოცხადებული იქ მერე ყველაფერი მოსულა ხო თავარი არის რომ ხელისუფლება შეინარჩუნა და ძალაუფლება შეინარჩუნა შესაბამისად ნუ ხო აქ ხო ამის პარალელურად როგორ მე ჩვენ ხო ხედავთ ყოველდღიურობაში ხედავთ ეს ქვეყანა რას ემსგავსება და როგორი დამოკიდებულება არის ადამიანების მიმართ ის ივანიშვილი ეს არის გამაუგნებელი ამბავი არ შეიძლება რომ არ შევეხო ივანიშვილმა უკანასკნელ რამოდენიმე წელიწადში საქართველოს ბიუჯეტი აბსოლუტურად ლეგალისტურად ანუ
კანონების მიღებით აზარალა რამოდენიმე ასეული მილიონი ლარით. მან კანონები მიიღო იმისთვის, რომ ნახატები ამ ქვეყანაში შემოიტანა, იმიტომ რომ აღარ ენდობა პარანოია აქვს და სოფლიოში არავის აღარ ენდობა და ნახატები სახლის იმაში რა ქვია, სარდაფში შეინახა. ეს ნახატები რომ შემოიტანა, კანონი შეაცვლევინა პარლამენტს, რომ გადასახადი არ გადაეხადა. საშემოსავლო გადასახადი არ გადაეხადა, 1%-იანი ქონების გადასახადიც კი არ გადაეხადა, 1%-იანი. აი აქ რამოდენიმე ასეული, აგრეთვე სასტუმროები აშენა უკანასკნელ პერიოდში, რომელიც ფონდით გააკეთა, საქველმოქმედო ფონდით, რომ გადასახადები დეგეგი არ გადაეხადა. და რამოდენიმე ასეული მილიონი ჯამში აზარალა საქართველოს ბიუჯეტი. და ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და ფული არ აგვაქვს, რომ ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. და თურმე სიცოცხლის ეს კურნალობისთვის არის, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის არის. ანუ 5-დან 10 წლამდე 80-დან 100 ბავშვს, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ. ყველაზე ძვირფასს რაც ამ ქვეყანას გააჩნია. ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს სახელმწიფომ წამლით ამის ფული არ აგვაქვს. და ივანიშვილმა 300 და 400 მილიონი ლარი დაუზოგოთ, ამის ფუფუნება აქვს ამ ქვეყანას. 32 მილიონის მანქანები რო შეისყიდოს, უკანასკნელ რამოდენიმე თვეში ამის ფუფუნება აქვს, მაგრამ ბავშვებისთვის ის 30 მილიონი არ არსებობს, რომელთაც წამლის შესყიდვა შეიძლება. 1.8 მილიონის რესტორნებში დახარჯვის ფუფუნება აქვს, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ფული არ აქვს. ელისო ბოლქვადეს აი ამ რაღაც კლასიკურ პოლიტიკურ არარაობას. სამინისტრო შეუქმნეს მერა. აჭარაში შეუქმნეს კულტურის სამინისტრო, რომელიც წელიწადში საქართველოს გადასახადის გადამხდელებს უჯდებათ რაღაცა დაჯგუფებული იყო, უჯდებათ 45 მილიონი ლარი. 45 მილიონი ლარი, რომ ელისო ბოლქვაძესთვის სამუშაო ადგილი შეგვექმნათ, აი იმის გაგრძელებად, რასაც გადაცემის დასწრებში ამბობდი. აი ამ რაღაცა მართლა, აი ყოველად არარაობას, აჭარის ერთ-ერთი რაღაცა დიდი გამსხვილებული სამინისტრო დაშალეს, რომ ამას მინისტრის წოდება ქონოდა. და იმას კითხავს, ვარ შორის უმაღლეს საბჭოში გახარეს დეპუტატის ვიდეო იყო, ძალიან საინტერესო. ეკითხება, რომ რა ასაკეთებთ 45 მილიონის, და 100 მილიონი ევროს გრანტი მოვიზიდეთ. 100.000 გრანტი მოვიზიდეთ, რა ცოტა არის, ესო და აი ამის ფული გვაქვს, რომ იმ ქალმა თავი იღწოს, აი 45 მილიონი დავხარჯეთ, რომ 100.000 გრანტი მოგვეზიდა. წარმოიდგინე რა შეცვალა, ამან და არ ცხენია ამის. არ ცხენია, რომ იყოს იმის ნაწილი, რომ ის 45 მილიონს არაფერში არ ხარჯავდეს, ხო ზუსტად იცი, რომ არაფერში არ წერია ეხა ის რასაც იქ აკეთებს და ბავშვებისთვის წამლის ფული არ არის. ეგეთი სამართალი სად არსებობს? ეგეთი სამართალი, რომელ ქრისტიანობაშია, ოჯახს ვიცავთო, ეკლესიას ვიცავ, სად წაიკითხეს ბიბლიაში ეს? სად წაიკითხეს ბიბლიაში, სახარებაში ეს, რომ ეს მოსულა და ეს სწორია. სად წაიკითხეს ეს, რომელი ოჯახის სიწმინდესთან ასოცირდება, რომელ ოჯახურ ფასეულობასთან ასოცირდება, რომ შენ არა გაქვს ფული, რომ ბავშვებს ყველაზე ძვირფას ოჯახის იდეაში, რაც არის 5-დან 10 წლამდე სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, თუნდაც რამოდენიმე წლით სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, ეს ბედნიერება კონდეს და ტკივილი შეუმწუბუქო და გაქვს ფული ელისო ბოლქვაძის ტიტულისთვის გაქვს ფული. შეუძლებელია რომ ეს საზოგადოება მიიღოს რა ქვია სახელმწიფო მინისტრის პოსტის შეიქმნება მდინარადისთვის და ამაში კიდე ფული დაიხარჯება ხო დამატებით ფული დაიხარჯება აპარატი ხო ჭირდება თანამშრომლები თან არ გონია რომ პატარა აპარატს გენერალ-მაიორია პატარა აპარატს დაყაბულდეს ხო აი ამაში ვცხოვრობთ ამ რეალობაში ეს არის ის რაზეც ყოველდღიურად უნდა ველაპარაკოთ ჩვენ საზოგადოებას რომ მართლა აი იმდენად ყველაფერი თეთრი და შავია უკვე რომ არ ვიცი ეხა არის ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის რომ აქედან გამოვიდეთ, გავთავისუფლდეთ და ეს სამუდამოდ დავიწყოთ. ეს გზა გადის არჩევნებზე, ეს გზა გადის არჩევნებამდე ადამიანების მობილიზებაზე, ჩვენი საზოგადოების მობილიზებაზე, ეს გზა გადის იმედის დაბრუნებაზე ამ საზოგადოებაში, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი, ეს გზა გადის იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკურმა ძალებმა ვაჩვენოთ ალტერნატივა, რომ ჩვენ შეგვწევს ქვეყნის გადმობარება და იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ეს ქვეყანა ენიშნულმა შეიყვანა. ჩვენ ამით ვართ დაკავებული ყოველდღიურად, ჩვენ ამით ვართ დაკავებული ადგილზე, კამერების გარეშე, პიარის გარეშე, აგერ გუშინ ანაკლიაში ვიყავით, ნახევარ სამეგრელოში მოვიარეთ და მინდა გითხრა, რომ ბევრი ძალიან ისეთი სიგნალი მოდის. ანაკლიაში რა ხდება? ანაკლიაში შენ ხედავ, აი რა ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ სურათს, ხარ თუ აი ამ რაღაცა ტრაგიკულ ამბებს გვერდზე გავწევთ, ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ სურათს, აი რას ნიშნავს მონური მმართველობა, რაც ნიშნავს რუსეთის ვასალობა. ის ადგილი, რომელიც ახლა უნდა იყოს როგორც ქალაქი, პორტი, რომელიც უნდა გუგუნებდეს და მართლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების მომტანი იყოს, არა მარტო როგორც კომერციული პროექტი, არამედ მართლა ერთ-ერთი ცენტრალური ფუნქცია ამ ქვეყნის, შუადერეფნის ფუნქცია, გამტარობის ფუნქციის აღმასრულებელი, ეს ადგილი არის უკაცრიელი. 4 კაცი დარბოდა შიგნით, ისინიც არ ეცვათ ფორმები, ჩვენ უნდა გვინახოს ფორმები ჩაიცვეს და დემონსტრაციულად რამოდენიმე მანქანა გაატარეს. არაფერი არ ხდება.
ქვიშის გორა დგას და დანგრეული, გაპარტახებული ანაკლია. არც ერთი სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს, არაფერი აღარ ხდება. აქვე მინდა ვთქვა გუშინ აი აუცილებლად მინდა ეს ვახსენო რომ მე ანაკლიასთან ერთად რომელიც არის უდიდესი დაკარგული ევროპაში გაჭედილი ფანჯარა, რომელიც ივანიშვილმა ამოქოლა ჩვეულებრივად რუსულად ამოქოლა ფანერებით. ამის გარდა მთელი სამეგრელოს და გურიის მოსახლეობას სუბსიდია შეუწყვიტეს თხილზე. თხილზე სუბსიდია შეუწყვიტეს ისეთ ვითარებაში თან რომ შეწამლის პერიოდი და რამოდენიმე დღით ადრე გააგებინეს. მე შეიძლება არ ვიყო ჯამში მომხრე დიდი და გრძელვადენი სუბსიდიების, მაგრამ მინ რამდენი წლით ადრე უნდა უთხრა ეს ხალხს. ეხა ნახევარი მთელი სამეგრელო ფაქტიურად და ნახევარი გურია, ვინც ამით სულგმრობს მთელი წელი, დარჩა შეწამლის გარეშე და თხილის გარეშე და შეიძლება ჩამოიქცნენ ოჯახები.